თქვენც მინდა გთხოვოთ შეფასება იმ ყველაფრის რაც ნახეთ ალბათ რაც უკვე გითხარით იგივე უნდა გავიმეორო რა თქმა უნდა ხელისუფლება არის წობი და გამოსული ხელისუფლება აღარაფერს აღარ ეყრდნობა გარდა აი ამ არა ადამიანებისა ვინც არის ხარ ნიღბებში არა ნიღბებში ყავთ ეს არის მათი ძალაუფლება მეტი არა ის ინტერესებში შედის და რას ემსახურება თქვენი ხალხს გაუსწორდონ ასე მოწყვეტილი არის რეალობას ივანიშვილი მას ეგონა რომ ხელმეორედ რეინიცირება კანონ პროექტის რომელიც ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის შარშა დაახლოებით ამ დროს აღარ იქნებოდა ნებათა ღელვის გამოწვევის საზოგადოებაში. ახლა ყველაფერს ხედავს, მაგრამ ამ შეცდომაში უწევს მას გაჯიუტება. რისი იმედი გაქვთ ახლა? არა, რისი იმედი აქვს ივანიშვილს? რისი იმედი მაქვს? აი საკუთარი თავის მეთოდებით გეგმავს. ეს არის მათი ხელისუფლება. მათთვის ხელისუფლება არ არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო. მათთვის ხელისუფლება არის, არ ვიცი, სუსი პოლიციის სხვა დანაყოფები ეს არის არ ვიცი რა ქვია ხარება ეს არის ხელისუფლება პასუხი ხალხი დიახა ჩვენ დღისითაც გქონდა შესაძლებლობა თქვენთვის მეთქვა ცვლილებები ამ ქვეყანაში პოლიტიკური არის გარდაუვალი რეალობა შეიცვლება მაგრამ ამოცანა არის ასევე ჩვენი ოპოზიციის და არა მხოლოდ ეცვლებები მოხდეს მშვიდობიანად აი ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი რაოდენობა ქართული ხალხისა ქუჩაში ყველა უკლები უნდა კონცენტრირდეთ რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ სადამდე საჭირო იქნება ეს სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს ცვლილება არის ერთი მაგრამ მშვიდობიანი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი სადაც ვერ გაბედავს რუსი და ვერ გაბედავს ივანიშვილი რომ ხალხს დაუპირისპირდეს დღეს რა ხალხიც იდგა ხო ვაყუდებოდი თქო მე ეჭვი არ მეპარება მე მჯერა გაცილებით მეტი და დასავლეთ საქართველოდანაც აღმოსავლეთ საქართველოდანაც და ყველა დიდი პატარა გამოვიოთ და მე ვნახოთ სად არის ხელისუფლება ხალხში თუ მათთან კარგი ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ სალომე ზურაბიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა დღეს აი აქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაკრონი შარლ მიშელს მიწერა პირადად მიშელის განცხადებაც ვნახეთ მანამდე და უთხრა რა ვითარებაც არის ქვეყანაში ჩვენს ევროპულ მომავალს რამდენად აზიანებს ეს ყველაფერი თვითონ პარტნიორები გვეუბნებიან რომ ყველაფერი იცის არა დანუკა თუ ყველაფერი იცის რა ხდება რა მოცემულობა არის ამიტომაც არის ასეთი ძალიან ინტენსიური გამოხმაურებები დასავლეთიდან და ადგილობრივ დონეზეც რასაც ხედავთ რატომ ხედავთ იმიტომ ყველა მიხვდა რასთან გვაქვს საქმე ქალბატონის ზურაბიშვილის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი მისი ხმა მისი განცხადება მისი ნაბიჯი და მისი ქმედება რა თქმა უნდა ძალიან პროდუქტიული იქნება არა ჩვენთვის და თქვენთვის არამედ ამ ქვეყნის მომავლისთვის და მე მიხარია რომ ის ამ შესაძლებლობებს იყენებს და დარწმუნებული ვარ გამოიყენებს საუკეთესოდ ბოლო კითხვას დაგისვამ დიდი ალბათობით ივანიშვილი მისი გუნდი გიყურებენ ახლა ალბათ ადევნებენ თვალს რა ხდება ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე რას ეტყოდით ბიძინა ივანიშვილს რომელსაც გადაწყვეტილი სამკანონის მიღება და ის არ ერიდება რომ საკუთარ მოქალაქეებს გაუწიოს წინააღმდეგობა თუნდაც არაფორმალური როგორიც ბიძინა ივანიშვილს ყველანი ერთად ვეტყვით იმას მისი გაგონებაც არ უნდა რომ საქართველოს იქნება თავისუფალი დამოუკიდებელი სუვერენული ევროპული და ეროვნული სახელმწიფო და საქართველოს იქნება თავისუფალი საბოლოოდ ოლიგარქიისგან საბოლოოდ რუსული გავლენისგან მე ამას ბედავ და ვამბობ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და მე ამას გძნობ 70-15% ხო ახალგაზრდა ხალხი გამოდის უმრავლესობა მათგანი მე დღეს მქონდა საუბრის შესაძლებლობა არჩევნებზეც კი არ არიან ნამყოფები არჩევნებზეც არ არიან ნამყოფები 120,000 ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფიდან 18-დან 24 წლამდე წელს პირველად წავა არჩევნებზე და ივანიშვილმა უნდა იცოდეს და ქართულ ხალხზე აღამართული ხელი არავის არ შერჩენია არც წინა ხელისუფლებას არც იმის წინას და არც ერთ ხელისუფლებას მით უმეტეს არც არავის რო აღარ უნდა შერჩეს აი ეს უნდა ვუზრუნველყოთ აი ამ პროცესში